დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში დავხატავ ნაყინს. ყოველთვის გეუბნებით, რომ ნებისმიერი რთული ობიექტის ხატვის დროს წარმოიდგინეთ ის მარტივი ობიექტები, რომლებიც გვაქვს უკვე ნასწავლი. მაგალითად, დღეს ნაყინის ხატვის დროს გამოვიყენებ კონუსს. კონუსს გამოვიყენებ არა მარტო აგებისთვის, არამედ დაჩრდილვისთვისაც. შემდეგ ავირჩევ განათების მხარეს და მოკლედ დავჩრდილავ ისე, როგორც იჩრდილება კონუსი. ზოგადად, რასაც არ უნდა ხატავდეთ, ეცადეთ, რომ გამოიყენოთ ის ძირითადი ფიგურები, რომლებიც უკვე ჩვენ ვისწავლეთ. და დააკვირდით ახლა როგორ იწყება ხატვა. ეს არ ეხება რა თქმა უნდა ჩანახატებს. ჩანახატების დროს ყველაფერი კეთდება ძალიან სწრაფად და იმ ფორმით, რასაც ვხედავთ. თუ გაინტერესებთ ეს თემა, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში. ჩემ მოსწავლეებთან ერთად ახლა ვიწყებ ჩანახატების ჩელენჯს და თუ გაინტერესებთ, თქვენთვისაც ჩავწერ ვიდეოს. აი ეს კონსტრუქციები ეხება ხატვას, როცა რაღაცას ვხატავთ. და დააკვირდით, ნებისმიერი რთული ობიექტი, ეს შეიძლება ადამიანი იყოს, ან ნაყინი იყოს, ან არ ვიცი, ყვავილი იყოს, აი ნებისმიერი რამე, უნდა დავშალოთ მარტივ ობიექტებად, ისეთ ობიექტებად, რაც უკვე ვიცით. ეს არის თქვა ცილინდრი, კონუსი, სფერო და ასე შემდეგ. და დააკვირდით ახლა ჯერ დავხატე უბრალოდ ორი კონუსი, შემდეგ უკვე დაახლოებით ფორმა შემოვხაზე, როგორ დაჯდება ეს ჩვენი ნაყინი და ეს ფორმები დამეხმარება უკვე დაჩრდილვის დროსაც. და მესამე ეტაპი არის უკვე ვიწყებ დაკონკრეტებას და ეხლა უკვე ვხატავ აი ნაყინის ფორმას, ვასხავ აი კრემისებურ ფორმებს და უკვე ასე ვთქვათ პლასტიკას ვაძლევ. და მანამდე აი ძალიან უხეშად მოვხაზე, რაც დამეხმარა კომპოზიციური განაწილების შერჩევაში, ასე ვთქვათ. და ისედაც აი ყველაფრის გადანაწილებაში და ეხლა უკვე რომ დავაკონკრეტო და ნაყინის ფორმა მივცე, ბევრად მარტივი იქნება და ბევრად დიდი შანსია, რომ ვთქვათ, გამომივიდეს რეალისტური ნახატი. ასევე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დამეხმარება დაჩრდილვის დროსაც. როგორც ხედავთ, თავიდან დავიწყე ძალიან მკრთალად, ფანქარს საერთოდ არ ვაჭერდი და ეხლა უკვე როცა ვაზუსტებ, შემიძლია რომ ოდნავ უფრო დავაკონკრეტო და ოდნავ უფრო მუქად გამოვიყენო ფანქარი. მე ვიყენებ ახლა 2B ფანქარს. ადგილებში დაახლოებით მივანიშნე სად მექნება ჩრდილი, ესე უფრო მარტივად აღვიქვავ შემდეგ უკვე ჩრდილს. მარცხნიდან მექნება განათება და დავიწყებ უკვე ნელ-ნელა ყველაფრის დაჩრდილვას. მარჯვენა მხარეს ვაკეთებ უფრო მუქ ტონებს, რადგან როგორც გითხარით, განათება მექნება მარცხენა მხრიდან. ანუ ჩვენი ჩრდილი უკვე გადანაწილდება მარჯვენა მხარეს. იქიდან გამომდინარე, რომ ხატავთ ნაყინს, ისეთი რბილი გადასვლები არ გვექნება, ვთქვათ, როცა მაგალითად ხატავთ
სფეროს ან ცილინდრს, აი კრემის ადგილას უფრო უხეშად ვიყენებ, ანუ დაჭდილვის შტრიხებს. ეს არის საშლელი, რომელიც დამეხმარება წვრილი ადგილები მარტივად ამოვშალო. თუ არ გაქვთ ესეთი საშლელი, შეგიძლიათ ნებისმიერი საშლელი მოჭრათ წვრილად და იმითი ამოშალოთ წვრილი დეტალები. ხატვასთან დაკავშირებით ან სამხატვრო მასალასთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ მომწეროთ როგორც კომენტარებში, ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს Instagram-ის გვერდზე. აქ დავწერ Instagram-ის მისამართს, აუცილებლად გადმოდით და გამომყევით იქაც, ძალიან საინტერესო არის, ვცდილობ რომ სტორები დავდო ხოლმე ყოველდღიურად, განახებთ როგორ მუშაობ, როგორ ვხატავ და ასე შემდეგ. მოკლედ მხატვრობასთან დაკავშირებით ყველაფერი შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს Instagram-ის გვერდზე, ასევე მიუთითებ გამოხატეს Instagram-ის გვერდს, სადაც რეგისტრაცია დაიწყება უკვე 5 სექტემბრიდან და თუ გინდათ რომ ხატვაზე იაროთ გამოხატეში, როგორც იცით, ჩვენთან ასაკი შეზღუდული არ არის და ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია ისწავლოს. ამასთან დაკავშირებით უკვე შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენს გამოხატეს Instagram-ის გვერდზე. როგორც ხედავთ, ნელ-ნელა ვამატებ უკვე შუქჩრდილებს. ესე იგი, ზედა მარცხენა მხარეები მაქვს უფრო განათებული, მარჯვენა ქვედა მხარეები ჩრდილში მაქვს. ნელ-ნელა ბოლოსკენ უფრო მეტ ბლიკებს დავამატებ. ეხლა ავიღე 6B ფანქარი და ოდნავ მუქი ფანქრით მუშაობ, ამითი უფრო მარტივად ვაკეთებ შუქჩრდილებს.
მარჯვენა მხარეს ცოტა დავამატოთ ჭრდილები, რომ უფრო მოცულობითი გახდეს ეს ჩვენი ნაყინი და დააკვირდით. ახლა ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ნაყინი არანაირად არ გავს კონუსს და ამას სხვა ფორმები აქვს და უფრო წვეტიანია და რაღაც კრემისებური ფორმები აქვს, მაგრამ მთლიანობაში ეცადეთ, რომ ესეთ რთულ ფორმებშიც კი, როგორიც არის ახლა ნაყინი, დაინახოთ რამე ისეთი ობიექტი, რომელიც შედარებით მარტივი დასამუშავებელია, რომ სისტემურად გაიგოთ, რა სისტემით დაამუშავოთ თქვენი ფორმა. ეხლა თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს არის ჩვეულებრივი კონუსი, უბრალოდ დამატებული აქვს ზემოდან კიდე რაღაც ისეთი ფორმები, რომლებსაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ესეც უნდა დაამუშავოთ, მაგრამ ის მთლიანობა არ დაკარგოთ, რომ ეს არის კონუსი და მარჯვენა მხარეს გვაქვს ჭრდილი, თუ მარცხენა მხრიდან შემოგვდის ჩვენი სინათლე. თუ ესე სისტემურად არ დაიწყებთ ფიქრს, შეეჯახებით იმ ფაქტს, რომ თქვენი ნახატები იქნება რაღაცნაირად დაქუცმაცებული და ძალიან ხშირად შეხვდებით მსგავს პრობლემას. ხშირად მინახავს ისეთი ნახატები, რომლებიც ესე დეტალურად ძალიან კარგად არის დამუშავებული, მაგრამ მთლიანობა არის დარღვეული და დაკარგული. ეს იმის ბრალია, რომ აი მოცულობით და კომპლექსურად არაზროვნებდა ის, ვინც დახატა და დაქუცმაცდა რაღაც წვრილმანებში და დაკარგა მთლიანობა. არდა ნახატში აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობა შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ ნახატს ძირითადად უყურებთ ცოტა შორიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აღქმა კარგად გქონდეს მთლიანობის. ეხლა ქვემოთაც უფრო გავამუქე ჩვენი კონუსის ფორმა, მარჯვენა მხარეს უფრო კარგად დავჭრდილე და ეხლა უკვე დაახლოებით მივანიშნებ ვაფლის ფაქტურას, რომ დავასრულოთ ეს ჩვენი ნაყინი. ნაყინის ვაფლი სათითაოდ კუბიკებად რო არ ვხატო, ავიღებ საშლელს და გავაკეთებ ესეთ ზოლებს, რომელსაც შემდეგ უკვე დავჭრდილავ და მარტივად მივიღებ ვაფლის ფაქტურას. როგორც გითხარით, თუ არ გაქვთ მსგავსი საშლელი, შეგიძლიათ მოჭრათ ჩვეულებრივი საშლელი წვრილად და ისე გამოიყენოთ. ეს საშლელი ვიყიდე ორგ სერვისის მაღაზიაში და ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან კარგი ხარისხია და თქვენს გირჩევთ თუ აქტიურად მუშაობთ და ხატავთ გრაფიკაში. ეხლა ავიღე 2B ფანქარი და ადგილებში გავუკეთებ უკვე შუქ ჭრდილებს, როგორც გითხარით, რომ მივიღო ვაფლის ფაქტურა. ამასაც მარჯვენა მხარეს უფრო მკვეთრად ვაკეთებ, რადგან ჭრდილის ადგილია და მარცხნივ შედარებით უფრო ღია ტონები მექნება. ზოგადად ფაქტურები ძალიან რუტინული სამუშაოა, რაღაც დიდ ყურადღებას მოითხოვს და მაგრამ სამაგერად კარგ შედეგს მიიღებთ. ამიტომ არ დაგეზაროთ ხოლმე ეს სათითაოდ პატარა დეტალებზე მუშაობა, თუ გინდათ რომ მიიღოთ ცოტა რეალისტური ეფექტი.
ნელ-ნელა ჩვენი ნაყინი უახლოვდება დასასრულს. ეხლა ვეცდები, რომ მარჯვენა მხარეს ტონები კიდე დავამატო უფრო მთლიანობაში, რომ როგორც გითხარით, კონდეს კარგი კონუსის ფორმა. იმედია დეტალურად აგიხსენეთ და აგიხსენით ყველაფერი. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, რა თქმა უნდა, მომწერეთ კომენტარებში. და როგორც უკვე გითხარით, Instagram-ზეც გელოდებით. აქამდე მქონდა დახურული ჩემი Instagram-ი და გადავწყვიტე, რომ გამეხსნა ჩემი მაყურებლისთვის, რადგან ვიცი, რომ გაინტერესებთ, ვინ ვარ, რას ვხატავ, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. ამიტომ გელოდებით მოკლედ ჩემს Instagram-ის გვერდზე. კომენტარებში გელოდებით იდეებით, რა დავხატოთ მომავალ ვიდეო გაკვეთილში. ასევე რა თქმა უნდა, თუ ჯერ არ გამოგიწერია არხი, აუცილებლად დააჭირე subscribe ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დალაიქე და გაუზიარე მეგობრებს.